ხუჩა კვარაცხელია მესის წინააღმდეგ, წინ დიდი თამაში გველოდება. გიორგი მიქაუტაძეს და ჩაკვეტაძეს ინგლისური კლუბები აკვირდებიან. როგორ განვითარდება მოვლენები? ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. სამწუხარო დამწამს, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენში 70% ადამიანს არხი გამოწერილი არ გაქვს. არ დაიზაროთ, რადგან ამით ძალიან დამეხმარებით. ასევე ჩვენი მიზანია ავიდეთ 1500 ლაიქზე. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი დავიწყოთ. საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში პარი სენ-ჟერმენი სიეტლ სენდერს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 2-0 გაიმარჯვა. პირველი გოლი მის ანგარიშზეა. 35 წუთზე ვიტინია კარისკენ ურტყამდა, თუმცა ბურთი ზურგზე ხუჩა კვარაცხელიას მოხვდა და კარის მიმართულებით აისხლიდა. საბოლოოდ გოლი კურიოზული გამოვიდა, რომელიც ხუჩას ჩაეწერება. ბურთთან 54 შეხება, 42-დან 27 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 2-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 6 პოზიციური დუელიდან 2 მოგებული, კარის მიმართულებით 2 დარტყმა და 2-ვე ზუსტი და 1 ართმევა. სოფოსკორზე მისი თამაში 7.8 ქულით შეფასდა. ფუტმერკატომ პარი სენ-ჟერმენის ქართველ ფეხბურთელს ხუჩა კვარაცხელია სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი კვარას ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 24 წლის გარემარმა PSG-ს ტრანსფორმაციაში დიდი წვლილი შეიტანა. იანვარში პარი სენ-ჟერმენში გადასულ ხუჩა კვარაცხელიას სეზონის საოცარი მეორე ნახევარი აქვს და ამტკიცებს, რომ უზარმაზარი პოტენციალით გამოირჩევა. ქართული ფეხბურთელი პარიზელთა ნამდვილი დინამიტია და 24 წლის გარემარმა ლუის ენრიკეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა. ტექნიკის, თამაშის ხედვისა და ერთ-ერთზე განსხვავების შექმნის უნარისწყალობით კვარამ პარი სენ-ჟერმენის მარცხენა ფლანგი შეცვალა და მეტოქეთათვის მუდმივ საფრთხედ აქცია. ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში გატანილი რამოდენიმე გადამწყვეტი გოლის ავტორი, PSG-ს სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი და გუნდის შემტევი ხაზის საკვანძო ფიგურა. ინტერ მაიამი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პალმეირას დაუზავდა 2-2. ალ-აჰლისა და პორტუს მატჩი ასევე ფრედ დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ცნობილი გახდა 2 მერვედფინალური წყვილი. ხუჩა კვარაცხელიას PSG ლიონელ მესის ინტერ მაიამის შეხვდება, ხოლო კიდევ ერთი მერვედფინალისტის ვინაობას ბრაზილიური კლუბები პალმეირასი და ბოტაფოგო გაარკვევა. ხუჩას უკვე უთამაშია რონალდუს წინააღმდეგ და მაშინ საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. ახლა PSG ინტერ მაიამისთან ფავორიტია და შანსი გვაქვს ვიხილოთ, როგორ მოუგებს ქართველი ვარსკვლავბიჭუნა მსოფლიოში მეორე საუკეთესო ფეხბურთელს. შეხვედრა ნამდვილად საინტერესო იქნება და ვფიქრობ, რომ ბევრი გოლი გავა. კომენტარებში დაწერეთ თქვენი პროგნოზები, როგორ ფიქრობთ, რა ანგარიშით დასრულდება ეს შეხვედრა და შემდეგ ვიდეოში სწორი პასუხის ავტორს გამოვაჩენ. გიორგი მიქაუტაძის ლიონი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, ლიგა 2-ში დააქვეითეს. ქართული ფეხბურთელის გუნდი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, მაგრამ უცხოური კლუბები მისი მოთამაშეებით უკვე ინტერესდებიან და გამონაკლისი არც 24 წლის თავდამსხმელია. ფიშაჟესის ინფორმაციით მიქაუტაძის გაფორმებაზე პრემიერ ლიგის კლუბები ფიქრობენ და ერთ-ერთი მათგანი ტოტენჰემია. დეზებს შეტევის გაძლიერება სურთ და გიორგი მოსწონთ, რადგან იგი მოედნის ხედვითა და გოლის გატანის ალღოთი გამოირჩევა. ლონდონელებს მიაჩნიათ, რომ მიქაუტაძე მათთვის იდეალური კანდიდატია და მის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ კიდეც. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ინგლისში კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა, რათა ტრანსფერი დაიხუროს. ტოტენჰემში თვლიან, რომ მიქაუტაძის გაფორმება მათი ახალი სპორტული პროექტისთვის სტრატეგიული სვლა იქნება. ცნობისთვის მიქაუტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე მისი საბაზრო ღირებულება 22 მილიონი ევროა. ვოტფორდის ფეხბურთელს გიორგი ჩაკვეტაძეს 3 მსურველი ყავს და მის გადაბირებაზე ინგლისური კლუბები ფიქრობენ. ამ ინფორმაციას სპორტსბუმ ავრცელებს და წერს, რომ ჩაკვეთი პრემიერ ლიგის 2 წარმომადგენელი ინტერესდება. გიორგი ჩაკვეტაძე მოთხოვნადი ფეხბურთელია და ზაფხულში მის გაფორმებას ბერნლი, სანდერლენდი და ბირმინგემი განიხილავენ. უნივერსალმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის კლუბების ყურადღება შთამბეჭდავი გამოსვლებით მიიქცია და შესაძლოა მისი ტრანსფერი 4-5 გირვანკა სტერლინგი დაჯდეს. წერს გამოცემა სპორტსბუმი. გამოცემა ასევე დასძენს, რომ ქართველი ფეხბურთელი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში დარჩენასაც, თუმცა პრემიერ ლიგაში თამაში მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩაკვე ვოტფორდში ბედნიერია, მაგრამ პრემიერ ლიგაში გადასვლაზე უარის თქმა ძალიან ძნელი იქნება. ბარნლი და სანდერლენდი პრემიერ ლიგაში 2024-25 წლების სეზონში დაწინაურდნენ. კლარეტების მთავარი მწვრთნელი სკოტ პარკერია, ხოლო შავკატებს რეჯი ლებრი თავკაცობს. ბირმინგემს რაც შეეხება ლურჯების მიზანი უმაღლეს დივიზიონში ასვლა. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს ვოტფორდთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება 4 მილიონი ევროა. წარსულში გიორგი
Wolves, Everton-სა და Leicester-ს დაუკავშირეს. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა, იმედი მოგეწონათ, ასეთ შემთხვევაში მოიწონეთ ის და გამოიწერეთ არხი. მე კი გემშვიდობებით და აბა, წარმატებები.